მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ მოგზაურობას ერაყში და დღეს დავიძრებით ქალაქ კარბალას მიმართულებით. ეხლა მოვედი ავტობუსების გაჩერებაზე, სადაც ავტობუსი ღირდა დაახლოებით $15, რომელსაც დაჭირდებოდა დაახლოებით 6-7 საათი, ხოლო მე მოვძებნე ტაქსი, რომელიც მხოლოდ მე მომემსახურება, მოკლედ მე წამიყვანს მარტო და გადავიხდი ამ ყველაფერში $25, რაც ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ფასია. იმედია მოგეწონათ წინა ვიდეო, იმედია საინტერესო იყო. პირდებით რომ ამ ვიდეოში კიდევ უფრო მეტ საინტერესო ადგილებს განახებთ ერაყიდან, ასე რომ არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება და წავიდეთ ქალაქ კარბალაში. Benzinis ჩასასხმელად გავჩერდით ცოტა ხანი. მოკლედ რაღაცა ვერ გავუგეთ როგორც ჩანს ერთმანეთს, იმიტომ რომ მეგონა რომ მარტო მე უნდა ყოფილიყავი და გზაში კიდე ორ ადამიანს გავუვარეთ. მაგრამ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ კომფორტულად და კონდიციონერით ვიმგზავრებთ ამ 500 კილომეტრს. მანძილი შემეშალა 500 კილომეტრი ყოფილა იქამდე, ასე რომ დაახლოებით 4-5 საათი დაგვჭირდება გზაში. გზაში ისედაც ბევრი არაფერი არ არის გადასაღები, მთელი გზა რაც მოვდივართ უდაბნოს მეტი არაფერი არ არის ირგვლივ. კიდევ ერთი პატარა გაჩერება და გავაგრძელებთ გზას. გზები საკმაოდ კარგი არის და თან თავისუფალია, ასე რომ 180-190 თავისუფლად დადის და წესით მალე ჩავალ. უკან აი ეს არის ტუალეტი აქ, რომლის კანალიზაციაც პირდაპირ აქვე გამოდის და ისე მსუბუქად რო გითხრათ, არც თუ ისე კარგი სუნი დგას. აი აქვე გამოდის ყველაფერი პირდაპირ. რა საჭიროა კანალიზაციის შორს გაყვანა და ფულის დახარჯვა მაგ ყველაფერში. შეგიძლია აქვე მიუშვა, რა პრობლემაა. ზოგადად სისუფთავესაც მე მგონი, კარგად ხედავთ. პლასმასის ბოთლების რაოდენობა მე მგონი კარგად ჩანს. Hi, ეს კაცი არის ჩვენი მძღოლი. What is your name? Sajjad. Sajjad. My name is Leo. Leo. Yeah, you. აი ამ ადამიანს ვანდობ ჩემს სიცოცხლეს მოკლედ რა. გზაში რომ მოვდიოდით, ერთ ხელში ცხელი ჩაი ეჭირა სვავ და მეორე ხელით მარს ჭამდა და თან სიგარეტი ეჭირა ხელში და სიჩქარეს რო შევხედი 180-ით მოდიოდა. ნერვიულობასაც აზრი აღარ ქონდა, უკვე ისეთი მდგომარეობა იყო. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ქალაქი კარბალა. ეთყობა რომ რადიკალურად განსხვავებულია ეს ქალაქი, იმიტომ რომ როგორც კი შემოვედი ქალაქში, საშინელი ქაოსია. ესეთი ქაოსი იქ არ ყოფილა, როგორც ჩანს აქ უფრო მეტი არის მოსახლეობა. მოკლედ ახლა პოლიციამ გამაჩერა გადაღებაზე და რომ გამოველაპარაკე მოკლედ ჩემთან გეპატიჟებიო რა, სასტუმრო არ გინდაო, ჩემთან დარჩიო, რაღაც მოგზაური ხარო, რაღაც მოკლედ რა პატივისცემა უნდა და არ ვიცი ვფიქრობ ახლა ღირს თუ არა ნდობა. პოლიციაში კი მუშაობს, მაგრამ რაიც თან სიმართლე გითხრათ სასტუმროში მირჩევნია, იმიტომ რომ ბევრად უფრო თავისუფლად ვიქნები მაინც რა. აი ეს კაი კაცი გავიცანი მოკლედ და აგერ წყალიც მომიტანა, წვენიც მომიტანა და რავი მეტი რა პატივი უნდა გქცეს ადამიანმა. Thank you. Thank you. Very much. ეს წვენი ჯერ არ გამისინჯავს და ერთად დავაგემოვნოთ. ეს ცოტა თქმილი არის. ეთყობა რომ ნატურალური არ არის. ნატურალური არც ერთი არ არის ალბათ, მაგრამ იმათ უფრო ნატურალური გემოქონდა.
როგორც ბასრაში აქაც ბევრი რამე არის დაკეტილი შუა დღეს და ალბათ საღამოს გაიხსნება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება, რაც ეგრევე მომხვდა თვალში არის, ძალიან ბევრი პოლიცია არის აქ რა და სამხედროები შეიარაღებულები. ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ბევრი არის. დიდად არ უყვართ გადაღება და ამიტომ შევეცდები რომ ისე ფარულად გადავიღო ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მართლა ყველა ფეხის ნაბიჯზე დგანა. ესეთი ოთახია $30. ხედი არ არის. ნომერს არ აუშავ და დავრჩებოდი, მაგრამ მარტო ერთი ღამით იყო ეს ნომერი. და ხვალ დილის 8 საათზე უნდა გახვიდეო და რა თქმა უნდა არ მაწყობდა ახლა დილის 8 საათზე სად უნდა წავიდე. მოკლედ გამოვედი ისევ გარეთ და ვეძებ სხვა სასტუმროს. აბა ვნახოთ აქ რა სიტუაცია დაგვხვდება. Free rooms for 2 nights 1 person. Why you don't have Georgian flag? No English. Okay. I need room 2 nights for 1 person. We charge $50 per person, so the room will cost $100. No, it's too much because I want for 2 nights. ახალი პრობლემა წამოჭრა ერთკაციანი ნომრები არ გვაქვს, ორიანი გვაქვსო და ანუ ორ კაცეო ერთი ღამე $100-იო რა. ანუ ერთ კაცეო $50 ვიღებთო. აი მეთქი, არ მინდა იყოს მადლობა და წამოვედი. ძალიან ბევრი სასტუმროები არის ამ უბანში, როგორც ჩანს, ტურისტები აქ ჩამოდიან. Hello guys. I need hotel. Help me to find hotel. Yeah. Yeah. No. For 1 person, no one give me. No, they say only 3 person. بس ثلاثي؟ Yeah. لا. I'm 1 person. აია რომ იცინი ხართ, მაგრამ სასტუმრო მომაძებნიეთ, პატივისცემა თუ გინდათ, რომ დავრჩი შუა ქუჩაში. ყველა მეკითხება ირანელი ვარ თუ არა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ბევრი ირანელი ჩამოდის აქ სალოცავად რა. ზუსტად მაგიტომ ალბათ ირანელებზე აქირავებენ ნომრებს და ერთ ადამიანზე გაქირავება არ აწყობთ. მოკლედ დაახლოებით 9 საათი არის პოლიციის განყოფილებაში ვარ. ერთი განყოფილებიდან მეორე განყოფილებაში გადავყავდი. ვერ ვიღებდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან სიმკაცრე არის უსაფრთხოების მხრივ. მოკლედ პრობლემა იყო იმაში, რომ ერთ-ერთი უსაფრთხოების წერტილს რო გავდიოდი, სადაც ჩანთას ამოწმევენ და ასე შემდეგ, ნახეს ჩემი კამერები, შტატივები, ლეპტოპი და მოკლედ ძალიან შეეშინდათ რა, არ ვიცი რისი, მაგრამ გამოიძახეს მთელი, რავი, განყოფილებები და რავი, უფროსები მოვიდნენ რაღაც და მეთქი იუთუბერი ვარ, უბრალოდ ვიღებ რაღაცებს და არა, მოკლედ უნდა შევამოწმოთო ყველაფერიო. მე გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც თვითონ უფროსიც მოვიდა და მე უკვე შეამოწმეს ჩემი YouTube არხი ასე შემდეგ და უხსნიდი რომ მე ეხლა აქ გადასაღებად არ ვარ თქო რა, უბრალოდ სასტუმროს ვეძებ და სასტუმროში რო დაუბინავდები, მე გამოვალ გადასაღებად მეთქი. მოკლედ ეგონათ რომ კამერებით ვაპირებდი ამ მეჩეთში შესვლას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სანახაობა არის ამ ქალაქში, რის გამოც ჩამოდიან ზოგადად აქ ტურისტები, ამის შესახებ ცოტა ხანში მოგიყვებით ყველაფერს და აი ეს იყო პრობლემა რა და ბოლო-ბოლო გავაგებიეთ ერთმანეთს რომ არაფრის გადაღებას ეხლა არ ვაპირებდი რა. თავიდან ცოტა დავიძაბე, მაგრამ ბოლოს ყველაზე სასიამოვნო რაც იყო მართლა ეგეთი რამე, მაგალითად ეგვიპტეში არასდროს არ მომხდარა რომ პოლიციას ბოდიში მოეხადოს და ძალიან თავაზიანად ისე ბოდიში მომიხადეს, თვითონ გამომყვა და აი ამ სასტუმრომდე მომაცილა თვითონ პოლიციის უფროსმა რომ კარგი სასტუმროაო და იმედია აქ მაინც იქნება ერთკაციანი ადგილი. მე მგონი გვეშველა, იმიტომ რომ $50 ძლივს მოვაგენი სასტუმროს. ვიცი რომ ალბათ მატყუებენ და ადგილობრივებისთვის ბევრად უფრო იაფი იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არის. აი ესე ამაზად გამოიყურება შიგნიდან. Where are you from? Bangladesh. I've been in Bangladesh. What? Yeah, I've been in Bangladesh. I'm a YouTuber traveling. Oh. Bangladesh, India, Nepal, Pakistan. Yeah. Very nice. Bangladesh people are very good people. Very good. Yeah, very friendly people. Thank you.
Technical problem. Პატარა ტექნიკური ხარვეზია, მაგრამ იმედია მალე გამოასწორებს ჩემი ბანგლადეშელი მეგობარი. აბა ერთად ვნახოთ ნომერი. რაც მთავარია, მე მგონი სისუფთავეა. ესეთი მშვენიერი ხედი მაქვს განჯრიდან. ამ ნომერს ბევრად მირჩევნია ბასრაში რო ვიყავი, ის სასტუმრო და იმაში $2 უფრო ნაკლებს ვიხდით. ქალაქი ქარბალა პირველ რიგში ცნობილი არის ადგილით, სადაც დასაფლავებული არის იმამ ჰუსეინი. ვინც არ იცით, იმამ ჰუსეინი იყო წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილი, რომელიც 680 წელს მოკლეს ქარბალას ბრძოლაში. ხოლო დღესდღეობით, რა თქმა უნდა, შიიტი მუსულმანებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მოდის აქ სალოცავად და პატივისაცემად. და ზუსტად აი ამ ადგილის დასაცავად არის ამდენი პოლიციელი მთელ ქალაქში. როგორც ჩანს, ბევრ არეულობასაც იწვევს ეს ადგილი. შევეცდები ახლა შიგნითაც შევიდე და შიგნიდანაც გადავიღო ყველაფერი, როგორც ამბობენ, ძალიან ლამაზია შიგნიდანაც და ხამე როცა მზე ჩავა და ეს განათებები აინთება, კიდევ უფრო ლამაზი ხდება აქაურობა და რა თქმა უნდა, ღამეც ვნახავთ. შემოვედი მეგობრებო და როგორც გითხარით, შიგნით გადაღება კამერით არ შეიძლება, ამიტომ დაცვასთან დავტოვე კამერა, იმედია დამხვდება და მოკლედ შიგნით ტელეფონით აგათვალიერებინეთ. იმედია ხმა კარგად ისმის. შიგნით მართლა ძალიან ლამაზად არის ყველაფერი მოწყობილი. ეხლა ამ მომენტისთვის ბევრი ხალხი არ არის და როგორც ინტერნეტში ვნახეთ, თუ ამ ადგილის დათვალიერება გინდათ კარგად, უნდა მოხვიდეთ ან საღამოს პერიოდში, რა დროსაც ეხლა მე მოვედი, ან დილით ადრე 5 საათიდან. ანუ ეს მთელი ღამე ღია არის ეს ადგილი, არასდროს არ იკეტება, ასე რომ უბრალოდ სწორი დრო უნდა შეარჩიოთ. აი აქ შიგნით არის თვითონ იმამ ჰუსეინის საფლავი. შიგნით რა თქმა უნდა აქაც ფული ყრია, როგორც ჩანს აქაც არის მსგავსი ტრადიცია, რომ თუ ფულს ჩააგდებ, რაიმე სურვილი შეგისრულდება ალბათ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს საფლავი მთლიანად სავსე იყო ფულით, სამწუხაროდ ვერ გადავიდე. გამოვედით გარეთ და ესეთ საინტერესო შესასვლელს ვხედავ ახლა ქუჩას და ამ ქუჩაზე რო არ შევიდე, მე დღეს სასტუმროში ისე არ წავა. მოკლედ როგორც კი პოლიცია ხედავს, რომ კამერა მიჭირავს ხელში, ეგრევე მოდიან და მეკითხებიან, ირანელი ვარ თუ არა და არ ვიცი, ეს ირანელები ბევრნი რო არიან აქ გასაგებია, მაგრამ ავითან ცუდ საქმიანობებში არიან ალბათ შემჩნეულები. ზოგადად როგორც ვიცი, ერთმანეთი დიდად არ უნდა უყვარდეთ, იმიტომ რომ თავი ომი ქონდათ. ვასო თავი დავანებოთ, მაგრამ მე მგონი ბოლო პერიოდში ნორმალური ურთიერთობა აქვს. ძირითადად ტანსაცმელი იყიდება და სხვადასხვა საყოფა ცხოვრებო ნივთები. არ ვიცი, სად გავდივარ, სად დავდივარ, მაგრამ უბრალოდ გავუყვეთ ქუჩებს და სადაც აგვიყვანს, აგვიყვანს.
It's okay. It's okay. Hello. Salam alaikum. ესე მზადდება ტრადიციული პურები. ხელთათმანი სახელზე ვარ მარტო. No, Georgia. Georgia. This is Georgian. شغل كله على الغاز. In Georgia. بس ما شافنا. Master class. Okay, thank you. Hi. Hi, ესეთი პურები ცხება და ქართული თონის პურიც ვანახე და ძალიან მოეწონათ. Მეთქი რაღაცით გავსდგო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი უფრო გემრიელია. Hello. How much? Huh? How much for this? $1 dinar. One. How? واحد؟ Yeah. شو يعني؟ YouTube. جورجيا. Yeah. Hassan. My name is Leo. حبيبي. გემრიელია. მოკლედ ნესვის ფრეში ძალიან გემრიელია რა. ძალიან შემოვყევი ბაზარს და ვეღარ პოულობ გასასვლელს. იმედია ძალიან შორს არ წამოვედი. მოკლედ ხალხზე უნდა ითქვას აუცილებლად რომ ძალიან კაი ხალხია მართლა. ყველა ცდილობს რომ გამოგელაპარაკოს რა. კიდევ ერთი აუცილებელი შეხსენება, ეს ვიდეო რა თქმა უნდა გვიანიდება YouTube-ზე და ვისაც Instagram-ზე გამოწერილი ვყავარ, აი ეხლა ამ მომენტში ძალიან საინტერესო სტორიებს ნახულობს. სად დავდივარ, სად მოგზაურობ, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. ასე რომ ეხლავე გადადით, Instagram-ი გამოიწერეთ და მომდევნო მოგზაურობებიდან თქვენც არ გამოგრჩებათ ძალიან საინტერესო სტორიები. აი ესეთ ქუჩას მოვადექი. ძალიან ბევრი ქუჩის კვება არის. აი ესეთ ადგილს მოვაგენი მეგობრებო, სადაც შევუკვეთე პიცა. წყალი რა თქმა უნდა უფასოდ არის. დავაგემონოთ ნამდვილი ერაყული პიცა როგორი არის. ჩინელს გავს ძალიან და მეთქი საიდან ხარ მეთქი ვკითხე. აი ეს შემუკარო დადის ეგ რა. და ავღანელი ვარო და აუ ძალიან მოგოს. thank you. აი ესეთი აპეტაიზერიც მოვიდა. წინასწარ მოდის ხოლმე ეს ყველგან სადაც არ უნდა შეხვიდე. აი ესე გემრიელად გამოიყურება ჩემი პიცა მეგობრებო. ეგაოთ როგორი წელება. ესაა ნამდვილი ერაყული პიცა. ძალიან მარილიანი ყველით რო გააკეთო აი ესეთი სვენი. არაფრის გემო არ აქვს. არც ყველის გემო არ აქვს, აი საერთოდ არაფრის გემო არ აქვს. შრომიც კაისქელია. ამას ერთ სამნაჭერს რო შეჭამეგარი. ცომსა აქვს თუ რას აქვს არ ვიცი, მაგრამ რაღაც ვანილის გემოსავით აქვს რა. მე პირადად ამ პიცას დავუწერდი 10-დან 3-ს. რა, ან 2-ს. იმიტომ რომ პიცასთან საერთოდ არაფერი საერთო არ აქვს და თან არც გემო არ აქვს არაფრის რა. ქათმის უნდა ყოფილიყო და რავი მე ქათმის ხორცს აქვე ვხედავ ასე რომ რავი 10-დან 2 იქნებ კეჩუპმა მაინც უკნას რამე ცოტა გააკეთილ შობილოს გემოები
მოკლედ არც კეჩუპმა არ გაამართლა და რავი 10-დან 2-ით ვასრულებ ვიცის დაგემოვნებას სამწუხაროდ. სასმელი როგორ მოუხდებოდა ეხლა ამ ყველაფერს რამე კარგი წვენი აქ დაუდგავდი ეხლა ამას მივაყოლებდი და პიცაც ძალიან გაგემრიელდებოდა რა თქმა უნდა. მოკლედ ძალიან მიყვარს ესე პირდაპირ გზადაგზა გეგმების შეცვლა რა, იმიტომ რომ ახალ-ახალი იდეები მომდის ხოლმე თავში, რა ვქნა. მოკლედ ხვალაც ამ ქალაქში ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ როგორც ეხლა ვხვდები, დიდად აზრი არ აქვს ორი ღამე ამ ქალაქში დარჩენას, ამიტომ დღეს აქ დავრჩები. ღამეს გადავიღებ ამ ქალაქში განათებული როგორი არის. ხვალ დილით ადრე წავალ ბაბილონში, დავათვალიერებ ბაბილონს და იქიდან უკვე წავალ პირდაპირ ბაღდადში, დედაქალაქში და იქ დავრჩები სავარაუდოდ 2 ღამე. არ ვიცი ეხლა სად გამოვედი, გამოვცდი იმ ცენტრალურ ქუჩებს ტერიტორიას და ესეთ ქუჩაზე ვარ, სადაც ცოტა ხალხი მოძრაობს. ამას რატომღაც არ ამგონია რომ კარგი ბედი ეწიოს. აგერ გვერდზე არის აშაურმე პირდაპირ. Hi, welcome. I'm from Babylon. I'm visit Karbala. You are from Babylon? You're from Babylon? No, I am going tomorrow in Babylon. Tomorrow morning. Welcome, baby. Welcome. Thank you, Habibi. My Georgia, beautiful, nice. Thank you. Goodbye. Thank you. Thank you. Nice to meet Thank you. მოსაღამოვდა და აი ესეთი ლოცვებიც დაიწყო მეგობრებო. ჯერჯერობით ყველა განათება არანთებულა, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა. ვარ ჩავთვლით აი ამ შენობებს, რაც გარშემო არის მეჩეთთან. აი თქვენს კარგად ხედავთ რამდენი ხალხი მოვიდა საღამოს ლოცვებზე. თითქმის გაივსო უკვე აქაურობა. ესეთი ტრადიცია არის. დადიან და კანფეტებს ყრიან ძირს. ვინც მოასწრებს, უნდა აიღოს. არ ვიცი, დასწრებაზე. მეც მოვასწარი ერთი. უნდა მოვასწრო და რაც შეიძლება ბევრი შეაგროვო, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ მოკლედ დიდი ადამიანებიც აი ესე ვიან ძირს და ვცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი მოვასწრონ. იმედია შეიძლება ამის ჭამა, ხო? არ ვიცი, რამე სხვა დატვირთვა ხო არ აქვს. დავბრუნდი მეგობრებო სასტუმროში და აი ასეთი ტერასა ქონია თურმე ჩემს სასტუმროს. ამოვედი ახლა და აი ესეთი ხედები იშლება ჩემი ტერასიდან. აი ასე საინტერესო ჩაიარა დღევანდელმა დღემ. ვფიქრობ საინტერესო ქალაქი მოვინახულეთ, ლამაზი ადგილებით, ლამაზი ხედებით. ზუსტად აი ეს მომწონს ხოლმე მეც ჩემს მოგზაურობაში და იმედია თქვენც ძალიან მოგწონთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს რამოდენიმე ქალაქი მოვინახულოთ ხოლმე და უკეთესად გავეცნოთ ადგილობრივების ცხოვრებას, ადგილობრივ კულტურას, როგორ ცხოვრობენ ხალხი და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან რთული არის და ამ ყველაფერს თუ დამიფასებთ და არხს გამოიწერთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით.
ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ერაყის გარშემო. ეს არის ჩემი მეოთხე დღე ან მეხუთე დღე უკვე აღარ მახსოვს. მოკლედ აქედან მივდივართ ახლა როგორც უკვე გითხარით ბაბილონში და დღესაღამოს ვაპირებ წავიდე ბაღდადში, დედაქალაქში და ახოთ იმედია ჩემი გეგმები ყველაფერი კარგად გამოვა. ეხლა ვეძებ ტაქსს, რომ რამენაირად ჩავიდი აქედან ბაბილონამდე, არც ისე შორი არ არის, დაახლოებით 80 კილომეტრია და იმედი მაქვს მაქსიმუმ 1 საათში უკვე იქ ვიქნები. معلوم محله وين؟ ولي لا بعرف. لا تعرفه؟ وين ندل لا تعرف؟ هذا عنده. From Georgia. جورجيا؟ No, not private taxi, no private taxi. Share car. نعم. Okay. Babil. Yeah. بابل cheap بابل Yeah, how much cheap though? هذا 50 هذا 50 لا هذا 50 لا დავიძარით ჯერჯერობით მივდივარ სადაც არის ავტობუსების გაჩერება, საიდანაც გადიან ავტობუსებიც და ტაქსებიც და ადგილზე უკვე გავერკვევი. იქამდე მივალ ტაქსით, ჩემს მეგობართან ერთად. Hello. هلو السلام عليكم اهلا ومرحبا نتشرف بضيوف الكرام احللتم اهلا ونزلتم سهلا في محافظه كربلاء المقدسه. I don't need private taxi. I want share taxi. حتى كيف جاي Share taxi. გავედით ავტობუსების გაჩერებაზე. შესასვლელთან დამხდნენ ეგრევე რა თქმა უნდა ადგილობრივები და საოცარ ფასებს მთავაზობენ და მე კიდე უკვე ვიცი რაც არის აქედან ბაბილონამდე დაახლოებით 7000 უნდა, რაც არის $3-4 რა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ეგრე არის. Babil. بابل؟ Yeah. بابل؟ بابل. Babil. بابل هذا Yeah. محاول على الدبرسيه. ესეც ჩვენი ავტობუსი და დავიძრები ცოტა ხანში ბაბილონისკენ, იმედია მალე გავა. ჯერ მარტო მევიზივარ ავტობუსში. 1.5 საათია უკვე ველოდები, არ მიდის ჯერ. ვერც ვაგებიებ, ვერავის რამდენ ხანში გავალ თქო. უკვე იმას ვფიქრობ, ხო არ წავიდე, ტაქსი ხო არ გავაჩერო ისევ რა. You can Hello, how are you? I'm fine. Nice to meet you. I live in Iraq. Iraq is very good. Thank you Yeah. so much. If you like games, you like gaming. Gaming? This is Georgian YouTuber, best gamer. You? No. This is Georgian YouTuber. No. You can subscribe him. This is a best gamer. No. You don't know him? Yes. You're gaming PUBG? Yeah, gaming, everything. Yeah, he's the best. Yeah. გული მიგრძნობდა რომ ესე მოხდებოდა, იმიტომ რომ მართლა უკვე 40 წუთზე მეტი არის ვიზივარ ველოდები და არ მიდის და დანარჩენებმაც ჩხუბი დაიწყეს მოკლედ და ყველა წავიდა მარშრუტიდან ძლივს რაც შეაგროვა. 5 კაცი ისიც წავიდა და რავი მეც წამოვედი რა აზრი აქვს ეხა იქ დგომას რა. ამდენი ხანი უკვე ჩასული ვიქნებოდი. ესეთი ტაქსი ვიშოვე მეგობრებო და ტაქსით გავაგრძელებთ გზას. ჩამოვედი მეგობრებო ბაბილონში. იმდენი რამე უკავშირდება ამ ადგილს, არც კი მჯერა რომ ეხლა ბაბილონში ვარ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორ არის დღესდღეობით შემონახული და რა ხდება აქ და ერთი სული მაქვს როდის მივალ რა. ეს არის ბაბილონის თეატრი. მინიშნება იყო, მაგრამ დაკეტილია აქედან და იმედია სხვა მხრიდან იქნება შესასვლელი. ჯერჯერობით ერთადერთი სანახაობა არის ერაყში, სადაც ფული გადავიხადე და აქ შემოსვლაში გადავიხადე
$20. მოვედით მეგობრებო, აი ესე გამოიყურება შესასვლელი და ტრადიციულად ჯერ მოგიყვებით ამ ადგილის შესახებ საინტერესო ისტორია, საინტერესო ფაქტებს და მერე უკვე დავიწყოთ დათვალიერება. მაშინ, როდესაც შუმერები წერას იწყებდნენ და ზიგურათებს აგებდნენ, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ხალხი ჯერ კიდევ პრიმიტიულ სოფლებში ცხოვრობდა. ერაყი იყო ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც გაჩნდა ის, რასაც ჩვენ დღეს ცივილიზაციას ვუწოდებთ. აქ მესოპოტამიის მიწაზე დაახლოებით 6000 წლის წინ გაჩნდნენ პირველი ცივილიზაციები: შუმერები, აქადები, ბაბილონელები და ასურელები. სწორედ ამ მიწაზე დაიწერა პირველი ლურსმნული ტექსტები, შეიქმნა კანონების პირველი კრებული ჰამურაბის მიერ და აშენდა ლეგენდარული ბაბილონის კოშკი. და სწორედ შუმერებმა გამოიგონეს ბორბალი კალენდარი, მათემატიკური სისტემა და შექმნეს ერთ-ერთი პირველი ლურსმნული დამწერლობა. და ასევე შექმნეს ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული ტექსტი, რომელიც ასევე პირველ რომანს უწოდებენ გილგამეშის ეპოსი. შემდეგ ბაბილონელები გამოჩნდნენ. მათი მეფე ჰამურაბი ცნობილი გახდა კანონების კრებულით, რომელიც უკვე 4000 წლისაა და მსოფლიო სამართლებრივი კულტურის საფუძვლად მიიჩნევა. არ უნდა დაგვავიწყდეს ასურელებიც, რომლებმაც შექმნეს პირველი ფართომასშტაბიანი იმპერია და გამოირჩეოდნენ საომარი ტექნოლოგიებით, არქიტექტურითა და ბიბლიოთეკებით. და ბოლოს, ბაბილონის ქალაქი. ის იყო უძველესი სამყაროს სიდიდითა და სილამაზით გამორჩეული ცენტრი. აქ მდებარეობდა ბაბილონის დაკიდებული ბაღები. მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, რომელიც ლეგენდად იქცა. სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო, მაშინ, როდესაც 6000 წლის წინ ამ ყველაფერს აშენებდნენ და ითვლება, რომ ეს არის პირველი ქალაქური ცივილიზაცია, 2000 წლით უფრო ადრე, ანუ 8000 წლის წინანდელი ქვევრი და ღვინო არის საქართველოში აღმოჩენილი, ასე რომ ტექნოლოგიურად არანაკლებად განვითარებული ხალხი ცხოვრობდა მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა ერაყის ისტორია მხოლოდ შორეულ წარსულს არ მოიცავს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყანა რეჟიმიდან რეჟიმში გადადიოდა, რევოლუციებიდან ომებამდე. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა ამ პერიოდში იყო სადამ ჰუსეინი. მართველი, რომლის სახელით ჯერ შიშს იწვევდა, შემდეგ კი საერთაშორისო დაპირისპირებების სიმბოლოდ იქცა. სადამი 1979 წელს გახდა ერაყის პრეზიდენტი და სასტიკი დიქტატორის სახელით შევიდა ისტორიაში. მისი მმართველობა გამოირჩეოდა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევით, ომებით ირანთან და ქუვეითზე თავდასხმით, რაც პირველი სპარსეთის ყურის ომის მიზეზი გახდა. 2003 წელს ამერიკის შეჭრის შემდეგ სადამი ჩამოაგდეს, დააკავეს და საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს. დღევანდელი ერაყი შეიძლება აღარ გავს იმ ძველ დიდებულ ცივილიზაციას, მაგრამ მიწა, რომელზეც ახლავთ გავარ, სწორედ ის მიწაა, სადაც იდგა ბაბილონის დაკიდებული ბაღები და იწერებოდა კაცობრიობის პირველი კანონები. ეს არის პირველი მოედანი, სადაც შემოვედი. აქედან იწყება ამ უძველესი ქალაქის დათვალიერება. ეს არის ალბათ მთავარი სასახლის შესასვლელი. არ ვიცი, ალბათ რესტავრაცია გაკეთებული აქვს ამ ყველაფერს, თორე არ ვიცი, ესე თუ აშენებდნენ მაშინ ესეთი აგურებით, რავი, მაშინ ყოფილან თურმე განვითარებულები. რავი, თუ გაქვთ რამე ინფორმაცია, დამიწერეთ, იმიტომ რომ რავი, ეს ყველაფერი თუ ესე არის შემონახული მაშინდელი დროიდან, დაოცრებაა მაშინ. ესე ძალიან ბევრი გასასვლელები არის. ყველა მხარეს. წარმოიდგინეთ, ეს იყო ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წლის წინ. და აქ ხალხი როგორ ცხოვრობდა, რა საქმიანობდნენ, ამ კედლებში რა ხდებოდა მაშინ. აი ეს არის სამეფო დარბაზი, ეგრე აწერია აქ ყოველ შემთხვევაში. აქ იჯდა ალბათ მეფე. საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით ეს დარბაზები ესეც სარიელი რო არ იყოს და როგორც ეგვიპტეში არის არქეოლოგების ნაპოვნი რაც არის, რაღაცები რო იყოს ამ ქალაქში, ბევრად უფრო საინტერესო სანახაობა იქნება ჩემი აზრით. ძალიან მასშტაბური არის და შთამბეჭდავი სანახაობაა, მაგრამ მაინც ჩემი აზრით უფრო ლამაზი იქნებოდა აქაურობა. სად მიძვრები ბიძია? ჩამოვარდე მაგეთ. ამებს არ ვიცი, მაშინ კიბეების დანიშნულება ქონდა თუ არა, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში ამ ხალხმა კი გამოიყენა კიბეებად. აი აგურებზე წარწერები არის, სავარაუდოდ ეს ახალი არის. ჩემი აზრით ეს ყველაფერი აღდგენილი არის. უბრალოდ შენარჩუნებული არის პირველადი იერსახე, მაქსიმალურად ალბათ ჩემი აზრით. აგრძელებთ გზას. აქეთ რა ხდება არ ვიცი და ერთად ვნახოთ. ესე ძალიან ბევრი შესასვლელი არის და არ ვიცი ადრე აქ რა იყო ან ახლა რა არის, მაგრამ ესე ძალიან ბევრი გასასვლელებია. ძალიანაც არ ვისკავ ესეთ ადგილებში გადასვლას, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ვიცი ახლა რა ცხოვრობს იქ. შეიძლება რამე სიურპრიზი დამხვდეს, ამიტომ ნამდვილად არ მაქვს ახლა სურვილი რომ რამე მიკბინოს აქ. აი ზუსტად ესე გამოიყურებოდა ალბათ ის ძველი კედლები, რომლებიც დღეს აი ასეთი გახდა. ეთაც თურმე ამ ხელაზე გრძელდება, ნახეთ, რომელიც არ არის აღდგენილი. წარმოიდგინეთ 6000 წლის არის ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ. 6000 წელი, უბრალოდ დაფიქრდით, რამ ხელა დრო არის და უბრალოდ წარმოიდგინეთ 6000 წლის წინ აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, ვინც პირველმა შექმნა დამწერლობა, ვინც მოიგონა ბორბალი, ანუ წარმოიდგინეთ, აი როგორ უნდა უმადლოდეთ იმ ადამიანებს რა. ალბათ მე ვიღაც მოიგონებდა, მაგრამ 6000 წლის წინ წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის შექმნა და გამოგონება, ჩემი აზრით, რავი, ძალიან რთული იყო რა. პირამიდები ჯერ არც კი იყო გეგმაში, აქ რო აი ეს ყველაფერი კეთდებოდა, ასე რომ რავი, დასაფასებელია და ზუსტად ამიტომ არის ერაყი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა ჩემი აზრით სამოგზაუროდ. და ძალიან ცუდი არის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ტურისტებს არ ეძლეოდათ საშუალება ჩამოსულიყვნენ და მოენახულებინათ ეს ყველაფერი. ესეც ბაბილონის ლომი, მეგობრებო, მაშინდელი შემორჩენილი ლომის ქანდაკება. ერთი სასიამოვნო ფაქტი რაც არის კიდე აი ახლა უცებ მომაფიქრდა, ამ ყველაფერს არ იყენებენ როგორც აი ფულის საჭრელ მანქანას. იმდენი ტურისტი არც ჩამოდის, რამდენიც ეგვიპტეში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც აი ყოველ ფეხის ნაბიჯზე რო ეს სუვენირები, რაღაცეები, ვიღაც გიდები რო ძალით არ მოყვებიან და არ გეკიდებიან, მოკლედ ძალიან სასიამოვნოა რა ეს ყველაფერი. და ადგილობრივებიც ბევრნი არიან, ძირითადად ადგილობრივი ტურისტები არიან და ანუ მოდიან, ათვალიერებენ, ამაყობენ ამ ყველაფრით, რაც ძალიან კაია. აქ ჩასვლა არ შეიძლება, მაგრამ აი ამ კედლებზე დღემდე ეტყობა გამოსახული ფიგურები, ცხენი და ეს მეორე რა ცხოველი არის, არ ვიცი. თუ ვინმე არ იცოდით, ზუსტად ამ ადგილს უკავშირდება ბაბილონის გოდოლიც, რომელიც ბიბლიური ლეგენდა არის, როდესაც ადამიანები ცდილობდნენ ღმერთთან მიახლოვებას და დაიწყეს ბაბილონის გოდოლის მშენებლობა, რა დროსაც ღმერთმა ენები აურია და დედამიწის სხვადასხვა ნაწილებში მიმოიფანტნენ. აი, ზუსტად ეს ლეგენდაც კი ამ ადგილს უკავშირდება. სამწუხაროდ ესეც დაკეტილი არის. ერთ-ერთი ტაძარი არის, რომელიც დაკეტილია სამწუხაროდ. და ასევე, რა თქმა უნდა, ბაბილონის დაკიდებული ბაღები, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთია, მაგრამ დღეს არაფერი არ არის შემორჩენილი და ზოგადად როგორც წავიკითხე, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული დღემდე. მსჯელობენ ამაზე მეცნიერები და არქეოლოგები, ნამდვილად იყო თუ არა აქ ბაბილონის დაკიდებული ბაღები. აი წრედავარტყი მეგობრებო, გავდივარ ნელ-ნელა გასასვლელისკენ, მაგრამ გარეთ არის კიდე ძველი ტაძრები, რომელიც ასევე უნდა მოვინახულო, მაგრამ ზე არის ისეთი, რომ ჩემსავით არ მოიქცეთ, აუცილებლად ქუდი წამოიღეთ. ბევრი დამიწერთ ახლა კომენტარებში ქუდზე და მზისგან დამცავზე. მზის დამცავი მისვია, თუ მიშველა არ ვიცი, მაგრამ აი ქუდი რო არ მაქვს, ეგ ძალიან ცუდი არის რა. აუცილებელია ესეთ ადგილას ქუდი გეხუროთ. აი გარეთ არის ესეთი ტაძრები. ესენი ყველა არის ტაძრები, რაც გარეთ არის. ღია არის მეგობრებო. იმედია არაფერი გამოგვიხტება.
აი ეს არის ტრადიციული ბაბილონური არქიტექტურა, სახლი, როგორც აშენებდნენ, შუაში დიდი მოედანი და ირგვლივ ბევრი ოთახები. აი ესე აშენებდნენ ძველ ბაბილონში სახლებს. ზუსტად ესეთ ადგილებში არის მარტო შემოსვლა საშიში, იმიტომ რომ აქედან ზემოთ მთაზე რო დიდი სასახლე ჩანს, ეგ არ არის ბაბილონური არქიტექტურის ნაწილი, ეგ არის სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი სასახლე, რომელიც ჰქონდა და დიდი სურვილი მაქვს რომ მოვინახულო, თუ შეგვიშვებენ აუცილებლად უცდით თუ ღია არის და შევალ და გადავიღებ, ნახავ როგორი სასახლე ჰქონდა სადამ ჰუსეინს. ზუსტად აი ესეთ ადგილებზე გამოფრთხილეს, რომ მოერიდეო გვერდზე გადასვლას, რადგან ომის მერე არავინ არ იცის რა დარჩა, როგორ დატოვეს, რა ხდებოდა და ჯერჯერობით მაინც შეუსწავლელია ბევრი რამე, ასე რომ საშიშია ესე გზიდან გადახვევა და შენჭკუაზე სიარული. მივდივარ ფეხით ბატონის სადამის სასახლესთან. და თუ უარი მითხრეს, ამ გზის უკან გავლა ძალიან მეზარება. Sorry, I am a YouTuber from Georgia. YouTube. And I want to go in Palace. Yeah, I know. Let me. He is responsible for this. No one allowed to go up except the consular and also the governor they go to renovation on it. But you understand what I'm saying or no? Yeah. Good. If you give him as a gift, as a tip, whatever. As a gift. Okay. As a gift. ესეც ასე მეგობრებო, სულ პატარა ქთამი და სადამ ჰუსეინის სასახლეში. სადაც როგორც ჩანს ერაყელი ახალგაზრდების თავშესაფარია ხოლმე. აი ესე მეფესავით კი ცხოვრობდა თურმე ბატონი სადამი. იმედია ეს კიბეები არ ჩამოინგრევა ახლა. მაგრამ აქედან გეტყვით, როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს ერაყში სადამ ჰუსეინის მიმართ. როგორც აღმოჩნდა და ადგილობრივებმა როგორც მითხრეს, დღემდე ძალიან ბევრს უყვარს, მაგრამ ამის შესახებ ლაპარაკი არ შეიძლება. თუ ამაზე ლაპარაკს დაიწყებ, აუცილებლად პრობლემები შეგექმნება. მაგრამ ისეთი დამოკიდებულებაც არ აქვს, რომ ყველას ეზიზღებოდეს, ძალიან ბევრი მომხრე ყავს და ისლამის გმირსაც ეძახიან ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მოკლედ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. ხედები კი ქონდა აივნიდან. შვენიერი მდინარე ეუფრატზე. ძალიან დიდი სასახლეა. არ ვიცი რაში ჭირდებოდა ამდენი, მაგრამ ესეთი სასახლეები კიდე რამოდენიმე არის ერაყის ტერიტორიაზე და ძირითადად ყველა უკვე აი ესეთ მდგომარეობაშია, განადგურებული არის და ადამიანები რასაც უნდათ იმას აკეთებენ აქ რა. ნუ პოლიცია ცოტა ფულს აკეთებს ამ ყველაფრის ტურისტებს. აქ სააბაზანო იყო ალბათ. გაურისკოთ კიდე უფრო ზემოთ ასვლა. იმედია რამე პრობლემები არ შეგვექმნება ამის გამო. რამდენი დარბაზები არის, რაში ჭირდებოდა ამდენი დარბაზები, აი მართლა წარმოუდგენელი. თვითონ სადამის ოთახი რომელი იყო, ეგეც მაინტერესებს. სად ეძინა. ეს ყველაზე დიდი დარბაზია ჯერ რაც ვნახე. აი ცოდო არ არის ამდენი ნაწვალები, რამდენი იშრომა იმ კაცმა, რომ ეს ამხელა სასახლე აეშენებინა და ვიღაცები მოდიან და დაანგრიეს აქაურობა რა. ეგ არის ცხოვრება. რა ვერანდაზეც გავიდეთ. აქედან აი ესეთი ხედი იშლება ბაბილონზე. წავედი ნელ-ნელა ახლა აქედან. თუ ვიპოვე რა თქმა უნდა გასასვლელი.
რამხელა სიმდიდრე ექნებოდა ამ სასახლეში თავის დროზე წარმოიდგინეთ უბრალოდ აქ რა ხდებოდა და რა თქმა უნდა გაძარცვეს ძირითადად ხალხმა გაძარცვა ალბათ აქაურობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უბრალოდ წარმოიდგინეთ რამხელა სიმდიდრე იქნებოდა ამ სასახლეში. ცარიელი ოთახებია ძირითადად. კარებების სიმაღლეს შეხედეთ. ჩამოვარდეს, აღარ ქონია არც ერთი პეტლი. აი ეს არის მთავარი შემოსასვლელი, მთავარი დარბაზი, საიდანაც შემოდიოდა და უბრალოდ აი ამ ზომებს დააკვირდით, კარების ზომები და უბრალოდ რა ხდება ნახეთ რა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ თვითონ ფეხით დადიოდა, აგერ 2 ლიფტიც ჰქონდა. აი ესე გრანდიოზულად გამოიყურება გარედან ეს სასახლე. აქ ვიღაცა ცხოვრობს. სამზარეულო მოუწყია პირდაპირ ჰუსეინის სასახლეში. ამან უნდა თქვას ცხოვრებაში მივახციეო. სასახლეში ცხოვრობს კაცი. ამხელა სასახლე მარტო მაგისია და არც არავინ არაფერს არ ეუბნება. რაც გინდა ისქენიო ალბათ. რამხელა რაღაცა არის, უბრალოდ დააკვირდით ნახეთ. აქედან ალბათ რაღაც საიდუმლო გასაქცევი ექნებოდა. აქედან შედიოდა შეიძლება მანქანით თვითონ. აქვე ინსტაგრამსაც შეგახსენებთ, მაგრამ გადადით ინსტაგრამზეც გამომყევით აუცილებლად, რომ ძალიან ბევრი საინტერესო სტორები არ გამოგრჩეთ. აი ამ ადგილის შესახებ მაგალითად თქვენ დაახლოებით 2 კვირის წინ გაიგებდით, როცა აქ მოგზაურობთ. ესეთი აუზიც ქონია თურმე. აი დიდი აუზია. ეხლა აი ამ ადგილს რო ვათვალიერებ და ზოგადად ერაყში რომ მოგზაურობ, არის აი ამ ადამიანის დამსახურება. ეს არის ადამიანი, ვინც პირველი გამომეხმაურა ერაყელი მოგზაურების ჯგუფში რომ დავწერე, რომ დახმარება მჭირდებოდა და მოკლედ ძალიან ყურადღებიანი და კარგი ადამიანია და თუ ვინმე გეგმავთ ერაყში ჩამოსვლას და მოგზაურობას, აუცილებლად დაუკავშირდით ამ ადამიანს, თუ რაიმე ნებისმიერი დახმარება დაგჭირდებათ და ყველაფერში დაგეხმარებათ. მე მგონი ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ აი ეს ხალხიც ბაღდადში მიდის და მითხრეს რომ უფასოდ წაგიყვანთო ტაქსითო რა, იქ შეესწრენ მე ვესაუბრებოდი დაცვას რომ როგორ წავიდეთქო და მოკლედ გაიგონეს ხმა და პირდაპირ თვითონ შემომთავაზეს, ასე რომ მე მგონი ძალიან გამიმართლა. არც ისე შორს არის და იმედია რომ 1-2 საათში ჩავალთ რა. სასტუმრო რა თქმა უნდა არ მაქვს და რო ჩავალ ადგილზე გავერკვევ. რაც შეეხება ბაბილონს, რავი, ჩემი აზრით ძალიან ლამაზი სანახაობა. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც ბაღდადი, ერაყის დედაქალაქი. მივდივარ ახლა სასტუმროსთან ფეხით. ვინც აქამდე ჩამომიყვანა, იმათ სასტუმროშიც ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ არ ქონდათ სარიელი ნომრები და ახლა მიწევს ფეხით სიარული, რომ მოუძებნო სასტუმრო. მაგარი კაცი იყო ეს, ვინც ჩამომიყვანა. სანამ წამოვიდოდით, მეკითხებოდა, რომ საიდან ხარო და მეთქი საქართველოდან და მე ჰოლანდიიდან ვარო რა და აშკარად არაბულად ლაპარაკობდა და ალბათ შემატყო რა, რომ რაღაცა ვერ მივხვდი რა ჰოლანდიიდან რანაირად არის მეთქი და 5 წელიაო რაც ჰოლანდიაში ვცხოვრობო და აბა მეთქი ჰოლანდიელი ყოფილხარ ძმაო მეთქი. ეს არ არის ბაღდადის ცენტრი ახლა სადაც ვარ, მაგრამ მაინც ძალიან სიბინძურია როგორც სხვა ქალაქებში.
მოვედი, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ბაღდადის და აი ამ ჩაყოლებაზე ბევრი სასტუმროებია, როგორც მიჩვენებს Google Maps-ზე, ასე რომ იმედია მოვძებნი სასტუმროს. აი აქ ბევრი დადის ესეთ შეიარაღებული პოლიციელები სპეციალური მანქანებით. ძლივს მოვაგენი ახლა ნორმალურ სასტუმროს დაახლოებით $45 ღირს. ამაზე იაფად არ არის სასტუმროები, ან თუ არის, ჯობია რომ გარეთ დაიძინო ვიდრე იმ სასტუმროში რა. მოკლედ ახლა ავალ ნომერში და ერთად ვნახოთ რა იქნება. მე მგონი არა უშავს რა. Looks good. I buy this in Georgia, Magellani. The shop is Magellani. Yeah. Good? Yeah. You can say you can buy bag like this in Magellani. Hey, make it like this. Okay. აღარ ვაპირებდი გარეთ გამოსვლას, მაგრამ მთელი დღე არაფერი არ მიჭამია და რამეს ნახავ მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს ახლა ვერაფერს ვეღარ ვნახავ. საშინელი ამინდი არის. მე მგონი თქვენც ხედავთ როგორი ქარი ამოვარდა და საშინელი მტვერი დგას ქუჩაში. დღესაც ჩიპსებით მომიწევს მე მგონი გადაგორება. აი ესე გამოიყურება ჩემი შენაწერი. ესეთი დამღლელი დღის მერე განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მოწესრიგდები სასტუმროში რო ხარ უკვე და არსად გასასვლელი რო აღარ ხარ რა. ვისაც გონიათ რომ სასტუმროში ვზივარ და ვისვენებ, ცდებით, იმიტომ რომ ეხლა ვიწყებ ვიდეოს მონტაჟს. მთელი ამ დღეების განმავლობაში რაც აქ ვარ, პარალელურად ვამონტაჟებ ვიდეოს. ძალიან ბევრი მწერს ვიდეოს დადებაზე Instagram-ზე, როდის დაიდება, მეკითხებიან და მთელი დღე გარეთ დავდივარ. ძალიან ბევრ რაღაცებს ვიღებ, რომ ბევრი საინტერესო ვიდეო გავაკეთო თქვენთვის და სასტუმროში რო ვბრუნდები, მერე ვიწყებ მონტაჟს და მოკლედ აი მთელი დღე არ ვჩერდები რა, რომ რაც შეიძლება მალე ავტვირთო ვიდეო YouTube-ზე. დიდი მადლობა, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ვინც არხი გამოიწერეთ, ვინც ვიდეო დაალაიქეთ, ვინც ერთი კომენტარი მაინც დამიწერეთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება შემდეგ ვიდეოს დავათვალიერებთ ქალაქ ბაღდადს და მე უკვე გავუყვებით გზას ქალაქი ერბილისკენ, რომელიც არის ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის რეგიონში და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გველოდება წინ, ასე რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. წავედი და ტრადიციულად შევხვდებით 10 დღეში ახალი საინტერესო ვიდეოთი.